სასტრაფო ამბები. შეერთებულმა შტატებმა ახალი ქმედება განახორციელა ირანთან დაკავშირებულ მეორე გემზე და ეს გააკეთეს ყველაზე მგრძნობიარე მომენტში, სწორედ ცეცხლის შეწყვეტის წინა დღეს, რამაც ირანის რეჟიმზე აუტანელი ზეწოლა მოახდინა. 2026 წლის 21 აპრილის ამ დილით სამიზნე იყო ნავთობის ტანკერი ტიფანი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში საერთაშორისო წყლებში შეაჩერეს. ფაქტობრივად რაც მოხდა, იყო სამხედრო ოპერაცია ზღვაში, რომელიც მიმართული იყო ხომალდზე, რომელიც უკვე ასოცირებული იყო ირანის სანქცირებულ ნავთობის ქსელთან. მოვლენასთან დაკავშირებულმა გავრცელებულმა კადრებმა კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა ამ ეპიზოდს. კადრებში ჩანს სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც თოკებით ეშვებიან გემის გემბანზე და იღებენ კონტროლს ხომალდზე. ეს მოქმედება ირანთან დაკავშირებული გემების გლობალური დევნის ნაწილია, რომლის მიზანიცაა ამერიკული ძალის, სისწრაფისა და დომინირების დემონსტრირება ზღვაში. მთავარი აზრი აქ მარტივია. ეს არ ყოფილა ბუნდოვანი გაფრთხილება. ეს იყო კონკრეტული მოქმედება ვიდეოთი, იდენტიფიცირებული გემით და პირდაპირი გზავნილით. ამ ყველაფრის ცენტრში ერთ მხარეს არიან ტრამპის მთავრობა, პენტაგონი და ამერიკის საზღვაო სტრუქტურა. მეორე მხარეს კი ირანის რეჟიმი, მისი სანქცირებული ნავთობის ქსელი და ყველაზე მკაცრი სექტორები, რომლებიც ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგებიან. ტიფანი არსაიდან არ გამოჩენილა. გემი უკვე სანქცირებული იყო ამერიკის ხაზინის მიერ 2025 წლის 30 იulis ოფიციალური იდენტიფიკაციით იმ სიაში, რომელიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ეს აჩვენებს, რომ სამიზნე უკვე რამდენიმე თვეა მონიშნული იყო. ეხლა როცა ომი შეჩერებულია და ზავი ბეწვზე კიდია, ვაშინგტონმა გადაწყვიტა ემოქმედა. სადაც ეს მოხდა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია. ტიფანი მდებარეობდა შრი-ლანკასა და ინდონეზიას შორის, კურსით სინგაპურის რეგიონისკენ, შორს ირანის სანაპიროდან. ეს დეტალი ცვლის ოპერაციის მასშტაბს. შეერთებულმა შტატებმა არ ისურვა შთაბეჭდილების დატოვება. თითქოს ირანზე ზეწოლა მხოლოდ ჰორმუზის მახლობლად შეუძლიათ. გზავნილი სხვა იყო. ირანის საზღვაო ქსელი შეიძლება დაზიანდეს ბევრად უფრო შორს, ვიდრე ყურე. უფრო დიდ და გლობალური ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე. აი რატო არის ეს მეორე ქმედება ასეთი მნიშვნელოვანი? ის გლობალურ შესაძლებლობებს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ ალყა მხოლოდ რუკის ვიწრო ზოლზე არ ვრცელდება. როგორ აიგო ეს ზეწოლა? მოგვიანებით ტიფანის ინციდენტამდე შეერთებულმა შტატებმა უკვე დააკავა ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ტოსკა შაბაჰართან ახლოს. მას შემდეგ რაც საათობით უგულებელყვეს გაფრთხილებები. ამ პირველ შემთხვევაში ქმედება კიდევ უფრო მკაცრი იყო. დესტროიერმა USS სპრუანსმა უბრძანა მანქანის განყოფილების ევაკუაცია და 5 დიუმიანი ქვემეხიდან გაისროლა ძრავის განყოფილებისკენ, რათა გაიჩერებინა გემი. შემდეგ საზღვაო ქვეითები ავიდნენ ხომალდზე. როიტერსის მიერ გამოკითხული წყაროების მიხედვით, ტოსკა სავარაუდოდ ატარებდა ორმაგი დანიშნულების ნივთებს, ანუ მასალებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეთ სამოქალაქო გამოყენება, მაგრამ ასევე შეიძლება სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენონ. ამ ორ ქმედებას შორის თანმიმდევრობით გაძლიერებული ინტერპრეტაციით, ვაშინგტონმა გადაწყვიტა ერთდროულად ორი არხი დაებლოკა რეჟიმისთვის: მომარაგების და ფინანსური. ზუსტად აქ იძენს ფაქტი მნიშვნელობას. პირველი გემი დაარტყა საეჭვო ტვირთის მარშრუტს, მეორე კი ნავთობის მარშრუტს დაარტყა. პირველმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკელები მზად არიან რეალური ძალა გამოიყენონ გემის შესაჩერებლად, რომელიც ბრძანებებს არ ემორჩილება. მეორემ კი აჩვენა, რომ ახლა ყურადღება ასევე რეჟიმის ფინანსურ რესურსებზეა გადატანილი. ტიფანი Associated Press-ის მიხედვით უკვე დასანქცირებული იყო ირანული ნედლი ნავთობის აზიაში გადაზიდვაში მონაწილეობის გამო. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შეერთებული შტატებები მხოლოდ კონტროლს არ ახორციელებს. ისინი ცდილობენ დაახრჩონ სისტემა, რომელიც თეირანს კრიზისის დროს სუნთქვის საშუალებას აძლევს. რატომ ხდება ეს ახლა? იმიტომ რომ ზავის დრო პოლიტიკური იარაღად იქცა. როიტერსის ინფორმაციით, ისლამაბადში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ ყველაფერი კვლავ გაურკვეველია. ვიცე-პრეზიდენტ JD Vance 20 აპრილამდე ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა შეერთებული შტატები. და თავად ირანსაც არ დაუდასტურებია მტკიცედ თავისი მონაწილეობა. ამავე დროს ტრამპი თეირანს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში და დაჟინებით მოითხოვს მთავარ პირობას ბირთვული გამდიდრების შეწყვეტას და გამდიდრებული ურანის ნარაგის გადაცემას. ირანის რეჟიმი კი თავის მხრივ ცდილობს დრო მოიგოს, სანქციების შემსუბუქება მოითხოვოს და მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე დამარცხებული არ აღმოჩნდეს. ამ ვითარებაში თითოეული გაჩერებული გემი ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. ირანის შიდა არენაზე კი ეს გარე ზეწოლა კიდევ უფრო აძლიერებს ხისტი ხაზის მომხრეებს.
რაც უფრო მეტად იკვრება ალყა ზღვაში, მით უფრო უჭირს რეჟიმს საკუთარ რადიკალურ ბირთვს დააჯეროს ვაშინგტონთან მოლაპარაკების ის იდეა. და სწორედ აქ იმალება მთავარი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ამ დოკუმენტს თანსდევს. ის რომ ირანის სისტემის ყველაზე რადიკალური სექტორები ვიწრო ჩიხში არიან შეყვანილები. თუ ისინი დათანხმდებიან მოლაპარაკებებს ბლოკადასა და გემების დაკარგვაზე, სუსტებად გამოჩნდებიან. თუ უარს ითქვიან საუბარზე, რისკავენ რომ ზეწოლა გაიზრდება ნავთობზე, საზღვაო მარშრუტებზე და თავად ეკონომიკაზე. სიმშვიდის ნიშანი არ ჩანს, ჩანს მხოლოდ გამკაცრება. ამ ყველაფრის ფონად კვლავ ჰორმუზის სრუტე რჩება და იქ სიტუაცია ისევ მძიმეა. როიტერსმა ამ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა კვლავ მნიშვნელოვნად შეფერხებულია. 24 საათში მხოლოდ 3 ხომალდი გავიდა, რაც ბევრად ნაკლებია ჩვეულებრივ დღიურ ნაკადთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 140 შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი კვლავად ზემოქმედებს ნავთობისა და გაზის გადაზიდვის მნიშვნელოვან მარშრუტზე. ირანმა დროებითი გახსნის ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბლოკადა და საპასუხო ზეწოლა კვლავ პარალიზებას იწვევს. ანუ, მაშინაც კი როცა დიპლომატია ცდილობს ამოისუნთქოს, ზღვის კრიზისი კვლავაც ახშობს გარემოს. სწორედ ამ კონტექსტში ტიფანის დაკავება კიდევ უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ შეერთებული შტატები უკვე ამკაცრებდა პოლიტიკას ირანულ ნავთობთან დაკავშირებით ბოლო დღეებში. როიტერმა 15 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ირანული ნავთობის მყიდველები გააფრთხილა, რომ მათაც შეიძლება შეეხოთ სანქციები. ეს დეტალი ეხმარება ოპერაციის სრული ლოგიკის გაგებაში. ჯერ ემუქრებიან მყიდველებს, შემდეგ აჩერებენ მათ, ვინც გადააქვს ტვირთი, შუაში კი ბლოკავენ მარშრუტს. ეს არის ეკონომიკური, სამხედრო და ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთდროული სქემა. საბოლოო შეფასება მკაცრია. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ზღვა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დახშობის ველად აქციოს. ტოსკამ აჩვენა, რომ ვაშინგტონი მზად არის ესკალაციისთვის, რათა შეაჩეროს საეჭვო ტვირთი. ტიფანიმ აჩვენა, რომ ირანული ნავთობიც პირდაპირი სამიზნე გახდა. და თავდასხმის, უпростоრად სამხედრო აბორდაჟის ვიდეოები ვერტფრენებითა და სპეცაზმით სწორედ ამას უსვამს ხაზს. ეს მხოლოდ შორეული დიპლომატიური კრიზისი არ არის. ეს არის საჯარო ძალის დემონსტრირება იმ მომენტში, როცა ირანის ხისტი ძალები უნდა გადაწყვიტონ, აიტანონ ზეწოლა თუ გარისკონ და ომის განახლების საფრთხე მიიღონ რეჟიმთან ერთად. უფრო გარშემორტყმული, უფრო დაუცველი და მანევრის ნაკლები შესაძლებლობით ვიდრე ადრე.